ჩვენმა ქალაქმა ამ კონფერენციის ფორმატში კიდევ ერთი ადგილი დაიმკვიდრა. მედიცინის ასოციაციის სპორტის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია სპორტული მედიცინის განვითარება, თანამედროვე სპორტული მედიცინის გარეშე შეუძლებელი არსებობდეს. დღეს ბათუმში გამართული კონფერენცია ზუსტად ამ მიზანს ემსახურება, რათა ჩვენმა სპორტული მედიცინის წარმომადგენლებმა გაიზიარონ ჩვენი უცხოელი სპეციალისტების გამოცდილებები, რომელიც მათ ქვეყანაში მიმდინარეობს. სპორტის სამინისტროს, როგორც აღნიშნე, მნიშვნელოვანია ამ დარგის განვითარება და მომავალშიც ხაზს დაუჭერს აღნიშნული კონფერენციის ჩატარება საქართველოში. უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კონფერენციას, რომელიც მიმდინარეობს ბათუმში. ამ ორი დღის განმავლობაში იქნა წარმოდგენილი სხვადასხვა აკადემიური მიღწევები და ეს საერთაშორისო გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც სპორტის სფეროში უშუალოდ მიღწევების გაზიარებისთვის, ასევე იმ საჭიროებების გამოკვეთისთვის, რომელიც დგას ჩვენი სპორტსმენების წინაშე, დარგის წინაშე. მინდა აღვნიშნო, რომ აქ იკვეთება ის ხაზგასმა, რომელიც აქვს სახელმწიფოს ზოგადად სპორტსმენების მიმართ, ეს არის მათი ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა, მათი უსაფრთხოება და მხოლოდ ამის შემდეგ ის სპორტული მიღწევები, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ბათუმი როგორც ერთ-ერთი სპორტული ქალაქი აქტიურად არის ჩართული ყველა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში და ამ კუთხით მორიგი წარმატება არის ის, რომ კონფერენციას მასპინძლობს ზუსტად ჩვენი ქალაქი. მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს სპორტის სამინისტროს მთელ გუნდს, იმიტომ რომ ეს პროექტები, რომელიც ხორციელდება რეგიონში, მათი მხარდაჭერით ხაზს უსვამს ბათუმის მნიშვნელობას საერთაშორისო პლატფორმაზე, ბათუმის როგორც სამეცნიერო კუთხით, ასევე სპორტული კუთხით აქტიური ქალაქის მნიშვნელობას და შესაბამისად ჩვენ ყოველთვის დაუდგებით მსგავს ინიციატივებს გვერდით. მინდა აღვნიშნო, რომ ორი დღის განმავლობაში იქნება ჩართული როგორც უშუალოდ მომხსენებლები, ასევე სპორტსმენები, მწვრთნელები, სტუდენტები და ეს ყველაფერი აუცილებლად იქნება ასახული ჩვენ სამომავლო სამოქმედო გეგმაში. ვიზუალურად ამ თითოეულ შეხება და ხედავ რომ ეს ყველაფერი როგორ კეთდება უცხოელებში და როცა ჩვენი ექიმები
რეაბილიტოლოგები მიემგზავრებია სხვადასხვა ღონისძიებაზე, ხედავენ თუ რა სწრაფი ტექნოლოგიებით ვითარდება სპორტული მედიცინა და რითი შეიძლება რომ დაეხმაროს სპორტსმენს როგორც პრევენციის, ასევე რეაბილიტაციის კუთხით. რა თქმა უნდა, მისცემენ, როდესაც ეს პროფესორები ჩამოდიან და თავის გამოცდილებას უზიარებენ. მე ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ამას ხედავს სპორტის სამინისტრო წარმომადგენელი, ხედავენ ფედერაციის წარმომადგენელი და ხვდებიან თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტიციის ჩადება სპორტული მედიცინის ინფრასტრუქტურაში. To tell you, it's much better than last year. It does not mean that last year was bad. It's just that this year is much better. I have seen several congresses who are starting in the sports medicine, and this is one of the strongest start I have ever seen in my life.